მიცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დედოფლის გორაზე, რომელიც მდებარეობს სოფელ დოღლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ უშუალოდ მდინარე მტკვრისა და მდინარე ფციულას შესართავთან. ეს გორა წარმოებს არქეოლოგიური გათხრები და ამ გათხრებთან დაკავშირებით გვესაუბრება ბატონი ევლონ გაგოშიძე. ბატონ ევლონ, გთხოვთ გვესაუბროთ ამ ძეგლის მნიშვნელობაზე. დედოფლის გორა ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოში. აქ პირველი დასახლება ჯერ კიდე 7000 წლის წინათ მოხდა. 7000 წლის წინათ და მერე უწყვეტად სახლობდა ადამიანი ჩვენი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნემდე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ასე ვთქვათ ზემოდან მეორე ფენა. ესე იგი ადრე შუა საუკუნეების რომ მოხდით, მერე იმის ქვემოთ პირველ საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე აქ აუშენებიათ ვებერტელა სასახლე. ესე იგი მთელი გორის ზედაპირი უკავია ერთ შენობას უკავია, რომელიც როგორცა ჩანს ქართლის მეფეებს ეკუთვნოდა. საქმე იმაშია, რომ დედოფლის მინდორზე ჯერ კიდევ 1972 წლიდან უკვე მიმდინარეობს გათხრები. აი დედოფლის მინდორის ბოლოში იმყოფება სწორედ ეს დედოფლის გორა. დედოფლის მინდორზე გავთხარეთ ქართლის მეფეების საგვარეულო სალოცავი. ეს ვებერტელა კომპლექსია, უკავია დაახლოებით 4 ჰექტარი ერთ შენობას და შედგება იგი 8 ტაძრისაგან და სხვა დამხმარე ნაგებობისაგან. ეს ერთიანი სისტემაა. ეს იყო ქართლის მეფეების საგვარეულო ან საოჯახო სალოცავი, სადაც წელიწადში ერთხელ ორჯერ ალბათ მოდიოდნენ მეფეების სალოცავად აქ. აი, როდესაც მოდიოდნენ, მათ ხო სადღაც უნდა გაჩერებულიყვნენ და მათი სასახლე, სადაც ჩერდებოდნენ, მდებარეობდა სწორედ აი ამ გორაზე. ეს გორა გაბატონებულია ამ ტერიტორიაზე, ყველაზე მაღალი ადგილია და ცხადია ეს აირჩიეს სწორედ მეფეებმა დასასახლებლად. თითო სასახლეს უკავია დაახლოებით 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი და შედგება 30-დან 40-მდე ოთახისაგან. ჯერჯერობით გათხრილია სულ 14 ოთახი. მაგრამ გათხრები გრძელდება და დიდხანს გაგრძელდება ალბათ. ფინანსებსაც გააჩნია როგორც გვექნება, მაგრამ უკვე აი ამ წლებმა მუშაობთ აქ ჩვენ 85 წლიდან ძალიან კარგი შედეგი გამოიღეს. საქმე ის არის, რომ სასახლე აშენდა პირველ საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ახალი წელთაღრიცხვის უკვე ქრისტეს დაბადების შემდეგ დაახლოებით 80 წელს რაღაც კატასტროფის გამო დაინგრა. არ ვიცი, შესაძლებელია მტრის შემოსევის შედეგად იყო, შეიძლება მიწისძვრა მოხდა, ყოველ შემთხვევისათვის ძალიან ძლიერი ხანძარი მოხდა. დამწვარა სუნთლიანად ეს ნაგებობა და ნაგებობა იყო 2 ან 3 სართულიანი. ხის გადახურვები ჰქონდა ცხადია, ხის კონსტრუქციები, დასაწვავი ძალიან ბევრი იყო და საზარელი ხანძარი მოხდა. ისე რომ ხალხმა კი გაასწრო ალბათ, მაგრამ ვერაფრის გატანა ვერ მოასწრეს. და ამიტომ ყოველი ოთახი გაძეძგილია მასალით. უამრავი რამ გადარჩა. ეს ზედა სართულები ჩაინგრა, დამარხა ეს ქვედა სართული და რაც იქ იყო ყველაფერი შემორჩა. ეს ალბათ პირველი ფენა, მე მგონი ზემოდან პირველი ფენა და მაგრამ ზემოდან პირველი ფენა სწორედ არ არის ეს არის ზემოდან მეორე ფენა. რატომ? როდესაც დაინგრა ეს შენობა პირველ საუკუნეში 80 წელს, დაახლოებით 100 წლის განმავლობაში აქ აღარავინ აღარ ცხოვრობდა. ეთყობა ნიადაგი წარმოვიშვა, ბალახი ამოვიდა, გორა გამწვანდა და სადღაც მე-3 საუკუნეში მოვიდნენ დასასახლებლად და ხელახლა დასახლდნენ აქ. ხელახლა დასახლდნენ, აშენეს სახლები, ჩვეულებრივი სოფლური სახლებია. მერე კიდევ რამდენჯერმე განახლდა აქ ცხოვრება, მე-3-ში, მე-4-ში, მე-5-ში, მე-6 საუკუნემდე აქ უკვე ცხოვრობდნენ. მაგრამ იმათ არ იცოდნენ, რომ უпростоრად იცოდნენ, იმიტომ რომ პირველმა მოსახლეებმა აქ ორმოები რომ ამოთხარეს, ქვევრების ჩასადგმელად თუ რაღაცების ბოძების ჩასაყრელად, წააწყდნენ იმ ძველ ნანგრევს. და როგორც ჩანს, ნივთებიც ნახეს, იმიტომ რომ მთელი ესე იგი აი ანტიკური ხანის სასახლის ნანგრევები სულ ორმოებით არის დაზიანებული. ეძებდნენ შეგნებულად, იმიტომ რომ დაინტერესდნენ როგორც ჩანს და ეძებდნენ მასალას. ბრინჯაოს ნივთები იყო, ოქროს ნივთებიც ხდება იშვიათად. ეხლა მე ამას რო ვამბობ, იმის საშიშროება რომ მოვიდნენ და დაიწყონ ხელახლა გადათხარონ, მაგრამ
წინასწარ ვეუბნები რომ ვერც იმათ ვერაფერი ვერ იპოვეს და ვერც ეხლანდელი მაძებარი ვერაფერს ვერ იპოვის, იმიტომ რომ დანახარჯების შრომაზე უფრო მეტია ვიდრე აღემატება ვიდრე მოძიებულ ნივთების, ასე ვთქვათ, ნივთიერი ღირებულება. გარდა იმისა, რომ ეს არის ეროვნული განძის ძარცვა იქნება და დიდი უბედურება ქართველი ერისათვის. რომელსაც ისედაც კაი დღე არ ადგას დღესა. ესეთი დგომა. რაც შეეხება ამის ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიისათვის. საქართველოს ისტორიისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი საუკუნის აი ასე დაცული ძეგლი საქართველოში არ გათხრილა. ერთადერთი ძეგლია და მეორე თვითონ ნივთიერად, ესე იგი, შემონახულია ძალიან კარგად. ამაზე მე როდესაც ნივთებს ვაჩვენებთ, აი მაშინ გესაუბრებით უფრო დაწვრილებით, იქ დარწმუნდებით თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას. ესე იგი, ეთნოგრაფიულადაც კი საინტერესოა, ესე იგი, ვიგებთ როგორ ცხოვრობდა იმდროინდელი ადამიანი, რას აკეთებდა, რას ფიქრობდა და როგორ ცხოვრობდა საერთოდ. სულ ყველაფერი ეს შეიძლება გავიგოთ. ბატონო და ეხლა თუ შეიძლება აი რა ორიგინალური ნივთებია, ცალკე კი არის გამოყოფილი ყველაფერი, მაგრამ აი ადგილზე ეს თონე და ეს ყველაფერი ჩვენ წინასწარ საუბარში ვქონდა მასთან დაკავშირებით თუ გეტყვით რა. ესე იგი, ადგილზე დარჩა და ეს წარმოხება. თვითონ შენობა არის აი ესე იგი, გარეთ ერთიანი კომპლექსია, გარეთ კედელი ყრუ ქონდა, თუმცა გალავანი არა. აი სწორედ მაგას ვამბობ, კედელი, იმიტომ რომ ეს გალავნის როლსაც ასრულებდა, მაგრამ ამავე დროს ეს იყო ოთახებისათვის გარეთა კედელი. ყველა ოთახი ორიენტირებულია შიგნითკენ, ეზოსკენ არის გახსნილი. და შუა ყველა ოთახის კარი გადის შიგნით, ეზოში უпроსწორად დერეფანში, სვეტებით შემოსაზღვრულ დერეფანში და აი ამ სვეტებით შემოსაზღვრული ცენტრალურ ეზოში გამოდის საბოლოოდ ეს. ესე იგი, შუაში ეზოა და მის გარშემო ოთახები განლაგებული. გარეთა კედელი, როგორც გითხარით, იყო ყრუ. ყოველ შემთხვევაში პირველი სართულის დონეზე. ხო და მეორე და მესამე სართულზე ალბათ ღიობები ჰქონდათ. ზედა სართულები დამწვარია და დანგრეულია და ჩაყრილია ქვემოთ. და ქვედა სართულები ჩვეულებრივ, აი ჩვენ გავთხარით პირველი სართულის ოთახები. პირველი სართულის ოთახები არის სამეურნეო დანიშნულების ძირითადად. ეს არის საწყობები, ეს არის გარნიზონის გასაჩერებელი 1-2 ოთახი ვნახეთ, ყარაულებისათვის და სხვადასხვა და ნივთების შესანახი ოთახებია. ერთ-ერთ ეხლა რეებია კიდე გათხრილი. პირველი, ესე იგი, 2-3 საწყობი გავთხარეთ. საწყობი სავსე იყო, იქ იყო კარადები იდგა, კიდობნები იდგა, კიდობანი სავსე იყო ფქვილით მაგალითად. ფქვილი დაიწვა ცხადია, მაგრამ შემორჩა მაინც დღემდე. მე იქვე ეწყო ტომრებით მარცვლეული, ქერი, ხორბალი, ასლი, ფეტვი. ეგაც დანახშირებულია, მაგრამ ჩვენად გადარჩა და მაგის განსაზღვრა მოვახერხეთ. მე ერთ-ერთ ოთახში მოწყობილი იყო საოჯახო პატარა სამლოცველოსავით. შუაში იდგა ცეცხლის საკურთხეველი, სადაც ეხლა მე ვთქვი, რომ ეს სასახლე იმისთვის არის, რომ აქ მეფე მოდიოდა და ლოცულობდა თავის საგვარეულო სალოცავზე, მაგრამ საგვარეულო სალოცავში ერთხელ მიდიოდნენ და იქ წირვას აწარებდა ქურუმი, ცხადია. ეს დედოფლის მინდორზე აქედან 3 კილომეტრია იქამდე. მაგრამ ლოცველს იმდროინდელ მორწმუნეს ყოველდღიურად უნდა აგრეთვე ელოცა და ყოველდღე ვერ ირბენდა ტაძარში. აი ყოველდღიური ლოცვისათვის ჰქონდა თავისთვის ადგილზევე იყო მოწყობილი სამლოცველო. პატარა სამლოცველო იყო მოწყობილი. შარშანწინ გავთხარეთ სწორედ ეს ოთახი. ოთახი იყო საკმაოდ მოზრდილი, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრამდე. შუაში იდგა ცეცხლის საკურთხეველი და სათანადო მოწყობილობაც ჰქონდა სულ ყველაფერი. აი აქ წარმოებდა როგორც ჩანს ყოველდღიური ლოცვა. აი ამ ოთახის პირდაპირ მოწყობილი იყო გარეთ უკვე დერეფანში მარანი. მარანში 4 დიდი ვებერთელა ქვევრი იყო, დაახლოებით თითო ტონა ღვინო რო ჩავიდო და ისეთი წარწერებიანი ქვევრი. აი მასაც გაჩვენებთ. ეს მუზეუმშია მისი პირები წაღებული თავის წარწერებით თურთ.
ხო. გავთხარეთ კიდე ორი კარიბჭე. ხო, შემოსვლა საჭირო იყო. ერთი მცირე კარიბჭე, რომელიც დასავლეთის ბოლოშია, იმითი დავიწყეთ გათხრები. 86 წელში გაითხარა ისა და შარშან, ესე იგი 93 წელს გაითხარა დასავლეთის კი არის ჩრდილოეთის ერთი პირველი ვთქვი მე დასავლეთის კარიბჭე, ხო? მეორე კიდე ჩრდილოეთის კარიბჭე, აი გორის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს უფრო მთავარი შემოსასვლელი იყო. როგორც ჩანს, ძირითადი შემოსასვლელი იყო ეს. ახლა კარიბჭე შემოდის 3 მეტრის სიგანე იყო კარი. კედელი თვითონ კედლებით 3 მეტრი და 40 სანტიმეტრის სიგანეა. და ესეთი დერეფნით შემოდის ვესტიბიულში, რომლის ორივე მხარეს იყო მოწყობილი ოთახები. ერთში საწყობი იყო და მეორეში, როგორც ჩანს, ყარაულები ცხოვრობდნენ. ორივე გატენილი იყო მასალით. აი, საწყობში 100-მდე ჭურჭელი იდგა, თიხის ჭურჭელი. კედლების გაყოლებაზე იყო დიდი ზომის ჭურჭელი, რომელშიც მარცვლეული ეყარა, წვრილი ჭურჭელიც იყო ბევრი, ხოლო საცხოვრებელ ოთახში, აი, ყარაულების საცხოვრებელ ოთახში, სამ კუთხეში მოწყობილი იყო 3 ჯგუფი ჭურჭლისა, აგრეთვე სანოვაგით. და საყურადღებოა, რომ ყველა ეს ჭურჭელი იყო დალუქული. ესე იგი, დაგოზილი ჰქონდა თიხის გორგალი და ზედ ბეჭდები იყო დასმული. და სამ კუთხეში 3 სხვადასხვა ბეჭედი იხმარებოდა. როგორც ჩანს, თითოეულ ყარაულს თავისი ბეჭედი ჰქონდა და თავის სამკურნალს თვითონ იცავდა, ასე ვთქვა. აქვე აღმოჩნდა სათამაშო მოწყობილობები. სათამაშო, აი, გასართობი დანიშნულების აზარტული თამაში. კერძოდ, ფირფიტები იყო, ძვლის ფირფიტები, რომელსაც აი თანამედროვე კარტის მაგვარი, ბანკოს მაგვარი სათამაშო იყო, ძველი, ვიპოვეთ აგრეთვე კოჭები, უამრავი, სხვის კოჭები და სკამათლები. ადრე მისი ჭადრაკის ფიგურაც აგვაქვს აქ ნაპოვნი. ბატონო, კედლები რით არის აშენებული, მას გავამახვილებთ. კედლების კონსტრუქცია ხის კონსტრუქცია არის, ესე იგი ხის კოჭები აწყვია, გადაჯვარედინებული ერთმანეთზე გადაბული და ამოყვანილია ესეთი გალი არის ხისა გაკეთებული, რომელიც შევსებულია რიყის ქვითა და თიხის ნარევით და ჩაწყობილია ეს ქვა და გარედან შემოსილია თლილი ქვით. თლილი ქვის ნაშთები გადარჩა. სხვათა შორის, აი, ეხლა რომ ჩვენ გაჩვენებთ გათხრებს, წესით თავმოყარი არქეოლოგი არ გაჩვენებდათ ამას, იმიტომ რომ გათხრები შეწყდა უკვე 1 წლის წინ, შარშან წლეულს არ გაგვიახლებია გათხრები და ამ 1 წლის განმავლობაში რაც ბუნებამ დააზარალა ეს ერთი, მაგრამ ადამიანსაც ძალიან მაგრა უმუშავია აქ. აი, საგანგებოდ არის დალეწილი საკურთხეველი, რომელიც შემოსასვლელში იდგა, კარიბჭეში, კედელია ჩამონგრეული და რა ვქნა თავა. დიდი მადლობა ბატონო, მე მგონი ექსპონატებზე მუზეუმში ვისაუბრეთ. დიახ, ექსპონატები აქედან საერთოდ ექსპონატები გადავიტანეთ, წავიღეთ მუზეუმში, იმიტომ რომ ექსპონატების დამუშავება უნდა, გამაგრება უნდა და რესტავრაცია, კონსერვაცია უნდა ჩაუტარდეს. წაღებულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ახლა ამჟამად მას ამუშავებენ, შარშანდელ მონაპოვარს. ძველი მონაპოვარი უკვე დამუშავებულია. მადლობთ, მე ადგილზევე გადავიღებთ.